რატომ გადავედი iPhone 16 Pro Max-დან Galaxy S25 Ultra-ზე. დავიწყებ იქიდან, რომ მომბეზრდა, რამე სიახლე მინდოდა, იმიტომ მალე მბეზრდება ტელეფონები და მიზეზი გადასვლის იყო ეგ. ეხლა გეტყვით პლუსებს და მინუსებს. დავიწყებ იქიდან, რომ iPhone-ის ელემენტი ჯობია, როგორც ვიძახდი, ეს ახალ პროცესორზე ელემენტი უნდა გაზრდილიყო და არ გაზარდეს. ჩვეულებრივი მარაზმი. რაც შეეხება ვიდეო გადაღებას, ვიდეო გადაღებაშიც iPhone-ი ჯობია. ეხლა მინდა რომ შევადარო პროცესორები რა. მთელი ინტერნეტი აჭრელდა, როგორც იქნა, Snapdragon-ზე გამოვიდა, რომელიც Apple-ის პროცესორებს ჯობია, არ არის ეგ. შეიძლება რაღაცა benchmark-ში ჯობდეს. Apple-ის პროცესორი ცხელდება ნაკლებად, სიხშირეებს აგდებს ნაკლებად და წარმადობა აქვს უკეთესი. ელემენტარული რაღაცა იქ CapCut-ში რაღაცა დავამონტაჟო და დავარენდერო, ბევრად მალე მირენდერებს Apple, ვიდრე მირენდერებს Samsung-ი. აი ეს არის ჩვეულებრივი მარაზმი, რომ ვითომ ჯობია პროცესორითაც ვიტყოდიო ჯობია Apple. ეხლა რაც შეეხება დიზაინს, გემოვნების თემაა. ეს ოთხკუთხედი გვერდები დიდად არ მომეწონა, მაგრამ ხელში ზის ნორმალურად და არის ძალიან მჩატე. რაც შეეხება ეკრანს. ერთადერთი პლუსი აქვს, რომ ანტიბლიკური ეკრანი აქვს, ეგ S24 Ultra-საც ჰქონდა და iPhone-ს არ აქვს. მეორე ის რომ ძალიან ნათელია, მაგრამ Apple-ში აყენია Samsung-ის ბოლო თაობის პროცესორი და აი ესე თუ დავაკვირდებით, შეიძლება ეს რაღაც თემებში ფერები ჯობდეს, მაგრამ თეთრფერში ძალიან დიდი განსხვავება, ეს ცოტა ცისფერში გადადის, ის არა. ასევე შიმი აქვს ბევრად მეტი Samsung-ს, უფრო მაგრად ციმციმებს, ვიდრე iPhone-ი. ფოტოგადაღებაში ცოტათი Samsung-ი ჯობია, რაც შეეხება ეხა Android-ს და iOS, მე როგორც სისტემა iOS-ი მერჩევნია. ერთადერთი რაც ძალიან დაიხვეწა, ეგ არის ხელოვნური ინტელექტი, აი ჩვეულებრივად საათი მიკეთია მაჯაზე და სულაცო გადაუღებ, შემიძლია ეს საათი აი ესე გვალად გავაკეთო, ხელოვნური ინტელექტი გააქრობს და დახატავს კანს და ჩვეულებრივად გამოჩნდებაო ხელი, მაგრამ საათი არ მკეთებია. რაც შეეხება ხმას. ხმამ ძალიან გამაოცა, რაც არ არის Android-ების ძლიერი მხარე, Apple-ს ყოველთვის ბევრად მაგარი საუნდ კარტა აქვს, სად არის ჩემი ყურსასმენები. მე რა ყურსასმენსაც ვიყენებ, ეგ არის Bose Quick Comfort Ultra. და ვიფიქრე რომ ამასაც გავყიდე Samsung-ს ვიყიდით ხო, იმიტომ რომ Apple-ზე უკრავს მარტო კარგად, მაგრამ იმდენად მაგრა დაუკრა, ხმით დავრჩი გაოცებული, რომ მეთქი ვაიმე, რა უქნა Samsung-მა. ხმა ძალიან კაია, ძალიან გაკაჩეს, ისეც მაგარი ხმა აქვს და ყურსასმენებში ძალიან მაგარი ხმა აქვს და ყველაზე დიდი პლუსი. Samsung-ია თუ რა არის ვერ ვიცანი, ამაზე ჩქარი ტელეფონი უბრალოდ არ მქონია. არც iPhone-ი, არც Pixel-ი უბრალოდ იმდენად ჩქარია, რომ ვერ ვეწევი. ასევე მომიწია საათის გაყიდვა და დიდად ეხა გული ამწყდება, იმიტომ რომ მაგარი საათი ვიყიდე Huawei-ის, რომელსაც ორი კვირა ყოფნის ელემენტი, მთლიანად ტიტანია და ძალიან ლამაზია. ყველაზე მაგრა გული რაზეც დამწყდა, რომ გავყიდე ლეპტოპი. თუ ტელეფონებში სიტყვაზე ვთქვათ გემოვნების თემა, ვის რომელი მოწონს, ბევრად ჯობია ლეპტოპებში Apple არის საოცრება. ჯერ 3 დღეში ერთხელ ვტენიდი და ისევ მიწევს Samsung-ზე გადასვლა, გამოვიწერე ლეპტოპი Samsung-ის, რომელიც ისიც Snapdragon X Elite-ზეა. იმიტომ რომ მომეწონა მაინც ეს პროცესორი, ყოველ შემთხვევაში i5-ზე და i7-ზე რაც ვნახე ნაკლებად ცხელია და უფრო კარგად იჭერს ელემენტს, ვნახოთ რა ჩამოვა. ასე რომ მიზეზი იყო ეგ გადასვლის რომ მომბეზდა, თუ iPhone 17 Pro Max-ი გამოვა რაღაცა ვაუ გადავალ უკან
და მე თუ უკეთეს Samsung გადავა, ისევ გადმოვალ. მე არ მაქვს ისო რომელიღაცა ბრენდზე ვიყო ჩაციკლული და ის რომ აი გინდა თუ არა ეს ბრენდი უნდა მქონდეს. მიყვარს ცვლილებები, მიყვარს ტელეფონების ტესტვა და ეგ იყო მიზეზი. აბა, კარგად ვწანდებოდ.